ებრაელები მოღალატეები იყვნენ, ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მეც უღალატეს და სასტიკად დაისაჯენ, ხო? ამის გამო. და ნახე რასაუბრობს პავლე მოციქული კაცო, რომელსაც უამრავი ქრისტიანი ეხვია წარმართებიდან მოქცეული ქრისტიანი. ნახე რასაუბრობს, ვისურვებდიო კრულყოფად ჩემდაო, ოღონ ჩემი ხორციელი ნაცრეები ებრაელი ხალხიო, მოღალატეები. ყოფილიყვნენ ქრისტეს მორწმუნეებიო, მე თუ მინდა ჯოჯოხეთში წავსულიყო. აი სიყვარული საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ენის. და შენ ვიღაცა მოდიხარი, გამოდიხარ ტელევიზორში, ეგრეთ წოდებული საზოგადოება და იცახი ეროვნება არაფერი აქვს ის წინაშე. ვერ ახარ შენ დაგეგმილი. წადი შეინანე გასო. წადი შეინანე თორე გაგასამართლებენ ის მილიონობით ქართველი რწმენისა და მამულისათვის ვინც თავი. აი ეს არის. ამიტომ როდესაც ტელევიზორში ვინმე გამოვყავს შვილებო, მიმართავ იმ ტელევიზიას. ჯერ ნახეთ რას ლაპარაკობს. ამარ სისულელეს ოიტყვის ნუ აღმოუშვებთ იმას ტელევიზორში. ამოჭერით ის რას. ჩვენ ღვთისმშობლისერი ვართ, ესე იგი რა? ღვთისმშობელმა რო აირჩია ივერია და თავისიერი გახადა, ნახე რა ხელისუფლება ჩაუდენია, არაფერი არ არის ერი ღვთის წინაშე და რა არის ფიქციაა ესა? ესე იგი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ივერია რო აირჩია ღვთისგანგებით და მას ერგო ივერია წილად და გამოცხადდა ღვთისმშობლის შვილებად საქართველოს, ეს ურმე არაფერი არ არის. არაფერი არ არის. იქ თურმე რა არის, ისეთი სულები არიან, რომელსაც არ სახელი აქვს თავისი, არც უარი, არც მშობელი, არც დედა, არც მამა, არც და არც მა, არც ის ქვეყანა სად დაიბადნენ და არიან დანომრილები, ეს როგორც იტყვიან ის კონცლაგერი, ის კომპიუტერული ნომრები დაწერილი ეს. კრეხელობა არ არის აზროვნებაში. ვერ ახალ დაგეგმილი და ვერ საგაფათიოს და ვერ მოგიყვანოს მოგაქციოს და სამწუხაროდ არის ესეთი ხალხი. ესეთი კოსმოპოლიტები, ესეთი ასე თქვა უკუღმა რადიკალები რა. ეს არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება ეს. არაფრით აწყობდნენ ხოლმე ერი შენი დაგუთხე სამშობლოში. შენი ძლევა ჯვარით აღდივდაცული ზეირსა ჩვენსა მონჭი და საფარველსა ქვეშემისა და იცემა თავიტყოდეთ უფალო დიდება შენ და დღეს იყო სახარება. ვისაც უნდა შემდგომად ჩემს მოსვლაო, ჩემთან მოსვლაო. უარყავ თავისთვის და აღე ჯვარიო. თავის უარყოფა რა გონიათ იცი? თავის უარყოფა გონიათ ადამიანი უარს უიტყვის თავის გვარზე სახელზე, თავის ეროვნებაზე, თავის დედაზე, მამაზე ბიჭო. არ არის შვილი ესე რაც. უფალს ის კი არ უთქვია შენი დედიკო და მამიკო უარყავიო და დადაზმაო. უფალმა პავლე მოციქულის პირით ის ყარო ვის თავისიანებზე არ სრულნავსო, ურწმუნოზეც უარესია ის. აი ეს ახალ შენ. უფალმა ის თქვა რომ პატივიეს მამასა და დედასა შენსა თუ გინდა კეთილი გეტყო შენ და ქვეყანას დოდო ღეგრძელი იყო ქვეყანას მშობლების პატივისცემა და შენ გავხარ იმ ასე თქვა სამშობლებს და ფარისევლებს რო იზახავდნენ მშობლების საპატივისცემლოდ აგერ შევწირე ის რა ქვია ყორბანიო და ჩემგან თავისუფალი ხართო ასე მგიქნია რა გიქნიათ ის გიქნიათ აი მას გავხარ შენ როცა მასე ლაპარაკობ არ არის ესე ნამდვილად არ არის ესე უფალს არ უთქვია რომ უარყავი შენი მოყვასი პირიქით გეუბნება გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი მშობლებს პატივიაცი შენი ოჯახის წევრებზე შენახლობლებზე ისუნე პირველ რიგში სულიერად რო წონდნენ ისინი ის კი არ უთქვია ჩემთან რომ მოხვალო და გავიწყებ ყველაფერს და არ გეცოდინება ვინ არის შენ დედა მამა ამნარი კრეხელობა თავში რომ მოვიდეთ უნდა დაფიქრდეთ პატარა ხანდახანას არაფრით არ შეიძლება ეს არაფრით არ შეიძლება ეს უფალმა თავის უარყოფა რო გვიბრძანა ჩვენი ცოდვების უარყოფა, მანკიერი მიდრეკილებების უარყოფა. სად წაიკითხეთ რომ მშობლის სიყვარული მანკიერებაა, სად წაიკითხეთ რომ დაზმის ოჯახის სიყვარული და მოყვასის და შენი ქვეყნის სიყვარული მანკიერებაა. პირიქით, რწმენისა და მამულისთვის თავდადებულების ვინ არაჩეირაცხა. ვინ ახლა საიდან მოდიხარ ჩვენი ცოდვების უარყოფა, მანკიერი მიდრეკილებების, ჩვენი საკუთარი ნების უარყოფა, რომ მე მინდა ეს გავაკეთო და სულ არ უყურებ მათ, აი ეს უარყოფა დავუყურებ ჩვენ მაგრამ ესეთი ჩვენი ამბიცია და ესეთი ჩვენი ამპარტანობა ჩვენ უარყოფთ. აი ესა. ამიტომ აი გამიგზელდა სიტყვა, მაგრამ ღვთისმშობლისერი ვარ ჩვენ და ძალიან მძიმე ცოდვა ღვთისმშობლის ერთხელ შენ არა დაგდებ და ამბობ რომ არაფერი არ არის ეროვნება. მე სხვა მოგიწევს რა თქმა უნდა ვიცახარ და ალბათ ისმენ ჩემს სიტყვებს არ მოგასმენიებენ და დაფიქრე იქნება. ილება და მადლობა ყოველწლიურად ღვთისმშობელს და საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობა ღირსება შევებეთოთ უფალს ილია მეორის და გამტკიცეს საქართველოს ჯულში და მადლში და სიყვარულშია
გამთლიანდეს სრულიად საქართველოს. ანტიქრისტემ ვერ დაიდგას ივერიაში თავისი ტახტი. თუ ჩვენ ღვთისმსერდმული ვიქნებით, საქართველოში ანტიქრისტე ვერ გაბატონდება. დიდება და მადლობა უკეთეს. ამინ.